7 იანვარს ტრადიციისამებრ თბილისსა და მთელ საქართველოში საშობაო მსვლელობა ალილო იმართება. დედაქალაქში მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. დღის 2 საათზე რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაემართნენ. მსვლელობაში მონაწილე სასულიერო და საერო პირები მოსახლეობას ქრისტეს შობას ულოცავდნენ. ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავ თითოეულ მართლმადიდებელს, განსაკუთრებული დღესასწაულია და განსაკუთრებული დღეა თითოეული ადამიანისათვის. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა საზეიმო წირვები, მოვისმენეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, სადაც საუბარი იყო ადამიანის მნიშვნელობაზე და ტრადიციულად ალილოს მსვლელობა დაიწყება ცოტა ხანში. ეს შობის სიხარულის გაზიარებაა, თითოეული ადამიანი შობის დღესასწაულს მიულოცავს თელს თბილის და ამ დღეს ტრადიციულად გროვდება სხვადასხვა სურსათსანოვაგე და ეს შემდეგ დღეებში დაურიგდება გაჭირვებულებს. პირველეს ყოვლისა ქრისტეს შობის დღესასწაულს მოგილოცავთ. მერთმა ნინებოს რომ ქრისტეს შობის დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენი განახლების, ახალი სიცოცხლის დაწყებისა ქრისტეში. რადგანაც მისი შობა სწორედ ამ ახალ სიცოცხლეს განასახიერებს, ახალი ერა სწორედ ამითი დაიწყო. ახალი ეპოქა გამოხსნისა, რომ ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ დაცემული კაცობრიობა გამოიხსნას. და შეეხება თვითონ ამ დღესასწაულს, ეს ალილოობა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ყოველ შობადღეს ასე აღესრულება და ჩვენი მიზანია, რომ ვახაროთ ადამიანებს ქრისტეს შობის დღესასწაული. მახარებლები უნდა იყოთო, ასე მოგვიწოდა არაერთგზეს მისმა უწმინდესობამ და აი ვცდილობთ, რომ შევასრულოთ მისი ლოცვა-კურთხევა. გროვდება ძალიან ბევრი შესამოსელი, ეს კოსტიუმირებული მსვლელობა ასევე განასახიერებს ქრისტეს შობის რაღაც იმ დეტალებს, როგორც ანგელოზების გალობა ესმოდათ მწყემსებს, ანგელოზთა ფორმებში ბავშვები მოდიან, მწყემსების ფორმებში უკან მოყვებიან, თქვენ ხედავთ ამ პროცესიას. ეს ყველაფერი გვახსენებს ქრისტეს შობის იმ ისტორიულ მოვლენას, რომელიც შეიძლება 2000 წლის წინ აღესრულა, მაგრამ დღევანდელ დღესაც ის ჩვენ გულებში ასევე ცოცხლად არის შემონახული და კვლავ იშვება ქრისტე ჩვენი ცხონებისათვის და ამის შესაცნობად ადამიანს სჭირდება რაღაცა სულიერი სიღრმე, სულიერი დაფიქრება, რომ არა მარტო დღესასწაული იმისთვის, რომ რაღაცა სიხარული შემოდის და ამ სიხარულს სჭირდება გააზრება და სიღრმისეული განცდა, ასე რომ ყველას გისურვებთ, რომ ჩვენს გულებში იშვას ქრისტე და იშვას მთელი თავისი სრულყოფილებით, როგორც ის სრული ღმერთი და სრული კაცი იყო, ესე რომ შევიგრძნოთ და ვიწამოთ მის მიერ გამოხსნის უდიდესი საიდუმლოება. სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. ამიტომ ვილოცავ არა მხოლოდ საქართველოში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვილოცავ დღევანდელ დღეს და ყველა მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს უსურვებ. მინდა სრულად საქართველოს მიულოცო შობის დღესასწაული, რა თქმა უნდა, უსურვო თითოეულ მათგანს სიხარული, სიყვარული, მშვიდობა ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, აი ეს სიხარული და ის დღევანდელი დღის მადლი ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანაზე. რაც შეეხება ალილოს ტრადიციას უკვე ჩვენს ქალაქში, რომელიც ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით უკვე ტრადიციად იქცა, ჩვენ რა თქმა უნდა ასევე ტრადიციულად უერთდებით და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს კიდევ უფრო მასშტაბური არის ალილოს ღონისძიება და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვიქნებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის და ღონისძიების მონაწილეები. გილოცავთ შობას, გილოცავთ სრულიად საქართველოს შობას, ალილო არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც ყოველწლიურად უნდა გრძელდებოდეს, ყველა ქართველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში, მსვლელობაში, ამ ქრისტიანულ მსვლელობაში და დავლოცავ სრულიად საქართველოს, მიულოცავ ყველას და ღმერთმა კნას მალე ალილოს სოხუმში ჩაგვეტარებინოს და ყველას ერთად გვეზეიმოს ერთიანი საქართველოს გაბრწყინება. ეროვნული სასახლე როგორც ყოველთვის უერთდება ალილოს ამ ულამაზეს დღესასწაულს, ტრადიციას
რომელიც თაობიდან თაობას გადადის და ვერთებით იმ კეთილსურვილებს, რომელიც ასე უხვად არის ამ საახალწლო დღეებში. ალილო ეს არის სიხარულის, სიყვარულის და ერთობის დღესასწაული, რომელსაც უსურვებ თითოეულ ოჯახს და მთელ ჩვენ ქვეყანას. ალილოს მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან გზა თავისუფლების მოედნის მიმართულებით გააგრძელეს. გილოცავთ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს. ჩემი შვილებით ვიღებ დღეს მონაწილეობას, ჩემი 4 შვილი თუ არ წარმოდგენილი და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან მოყოლებული ყოველწლიურად ვიღებდი მონაწილეობას ჩემს მშობლებთან, დედმამიშვილებთან ერთად და ეს იყო ყველაზე დიდი დღესასწაული ჩვენი ოჯახისთვის. გილოცავთ შობას, ბრავალს და ეს არის ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებულები იყავით. ყველას ვილოცავ შობას. ეს არის ყველაზე დიდი სიხარული და შვილებთან ერთად მოვედი, იღებენ მონაწილეობას ალილოს მსვლელობაში, უწმიდეს და უნეტარეს ვილოცავ შობის დღესასწაულს მერთმა ძალა მისცეს და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს გარშემო ვინც არის, ყველა ადამიანი, ვისაც ჭირდება დახმარება, რაღაცით მაინც შევეწიოთ და დღეს კი არა, სულ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სიკეთის გაკეთებას. გილოცავთ ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. სულ ბედნიერება და ჯანმრთელობა გქონოდეთ. ულოცავ პატრიარქსაც და მასაც უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და ღირსებას. მივულოცავ თელ საქართველოს შობას, მრავალს და ეს არის და ასევე მივულოცავ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ილია მეორეს. ალილოს მსვლელობის მონაწილეთა ერთი ნაწილი საპატრიარქოს მიმართულებით გაემართა. მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქო რეზიდენციას ეწვივნენ. მიალილოები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიალილოები დალოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ძღვენი გადასცა. მელოუწმინდესობა, მოგამოვეცეთ, მოგილოცოთ ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს სახელით, ჩვენი სამღვდელოების სახელით ისურვოთ ღრგრძელობა, ჯანმრთელობა და თქვენი ლოცვით ვერთმა ინებოს, რომ გამძლიანდეს ჩვენი ქვეყანა საქართველო დედა ეკლესიის წიაღში. ჩვენგან სიმბოლურად ტკბილეულს მოგართმევთ. ალილოს სახელით თქვენი უწმინდესობა დაგლოცეთ ივერმარტებით სამებისკენ, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მისი უწმინდესობისგან არიღოთ. მიალილოებმა ნობათისთვის საქართველოს ეკლესიის მეთაურს მადლობა გადაუხადეს. დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს და იგალობეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალილოს მსვლელობის მონაწილეები ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მიმართულებით გაემართნენ. წელს ალილოს მონაწილეებს მისი უწმინდესობა შეხვდა საპატრიარქო რეზიდენციაში, დალოცა მათი სახით მთელი ერი და გადასცა ტრადიციული ძღვენი. ალილოს მონაწილეებს სხვებისთვის დასარიგებლად. ეს ტრადიცია მისმა უწმინდესობამ აღადგინა, მივიწყებული ტრადიცია 90-იან წლებში საქართველოში და მას შემდეგ ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბიანი ხდება. აქ არის ძალიან დიდი თაობა, უფროსი თაობა და ძალიან პატარებიც მონაწილეები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს დღევანდელ დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და კიდევ ერთი მინდა დავამატო, შობის დღეს 93 წლის წინ მისმა უწმინდესობამ ნათლობა მიიღო. ის მოინათლა და დაერქვა სახელად ირაკლი, დიდი მეფის საპატივსაცემო და ყველამ, ვისაც გაახსენდება გთხოვთ რომ დალოცოთ ის და თითქმით დღეგრძელობა უსურვოთ, ვინაიდან გვჭირდება მისი ლოცვა კურთხება მის როგორც სულიერი მამის. გილოცავთ ყველას შობას, ჩვენს პატრიარქს ულოცავ პირველ რიგში. წლევანდელი შობა ჩვენთვის ძალიან ემოციურია, რადგან მოგვეცა წყალობა ღვთისგან, რომ მისი უწმინდესობისთვის მიგველოცა პირადად. ახლა ვართ საპატრიარქოში, ძალიან გახარებულები და ვითხოვთ უწმინდესის ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მშვიდობას საქართველოში და მსოფლიოში.
საშობაო მსვლელობა ალილო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დასრულდა. სამების საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნია მაღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა. მაღალ ღირსნო მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღვთისაოცარი განგებით დადგა ჩვენთვის ნანატრი 2026 წელი, ეს არ არის უბრალო თარიღი. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. ეს მრავლის მეტყველია. ეს ბევრს გვავალდებულებს ჩვენ და დიდად სასიხარულოა, რომ ამ დღეს ჩვენ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ დაწესებული ალილოს ზეიმში ვღებულობთ მონაწილეობას, სადაც ჩვენ სიყვარულს გამოვხატავთ უფლისადმი. სარწმუნოება, სასოება, სიყვარული ეს გვაერთიანებს ჩვენ დღეს, გვაერთიანებს უფლის მოძღვრება, სიცოცხლის, თავისუფლების, ცხოვრების წესის მიმართ. დღეს განსაკუთრებით გვმართებს ჩვენ ერთმანეთისადმი გულმოდგინება და ერთობა. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ღვთის სადიდებლად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენთან არის ღმერთი. ტრადიციულად ფონდი მომავლის გზა ყოველწლიურად დავდივართ ალილოზე, ამიტომაც წელსაც გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავთ. ფონდი მომავლის გზა გილოცავთ ჩვეულა ახალ წელს და მრავალს დაესწარით. გილოცავთ სრულიად საქართველოს შობას, ასევე ულოცავთ საქართველოს პატრიარქს შობას. მე პირველად ვიღებ წელს მონაწილეობას ალილოს მსვლელობაში, მაგრამ მომავლის გზა ყოველ წელს აქტიურად არის ჩართული მსვლელობის პროცესში. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ. აღსანიშნავია, რომ ალილოსთვის შემოწირულობა რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ კარავსა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შეკროვდა. საშობაო ნობათი დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელ აღსრულების სისტემის დაწესებულებებში დარიგდება. შეგახსენებთ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან იმართება.